Am წუთებში განათლების მინისტრის ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ გივი მიქანაძეს. მოგესალმებით, პირველ რიგში სურს ყველა დედას, მომავალ დედებს მოგილოცოთ დედის დღე 3 მარტი და გისურვოთ წარმატებები, ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა კეთილდღეობა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დაიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ. მათ შორის ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას. ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. ჰქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა რეგიონში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან სასკოლო ასაკის გარდა არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით ერთჯერადად 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა. შესაბამისად, შევეცადეთ გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისათვის. მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები. მადლობა ყურადღებისთვის.